ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის წელს 17,9 მილიონ ლარამდე დაიხარჯება, რომელი ბაზრებია პრიორიტეტული, გიყვებით რამდენიმე წუთში. ნანუკას ფონდი TBC-ის გამოყოფილი ფინანსური რესურსით 100 სტუდენტს დაეხმარა. სტუდენტების დასახმარებლად გათვალისწინებული ფინანსური რესურსი TBC-ის და საქართველოს ბანკის მიერ ერთობლივად გამოყოფილი 5 მილიონი ლარის ნაწილია. დეკემბერში JobsG-ზე ვაკანსიები შემცირდა. გასულ თვეში პლატფორმაზე 4,964 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც წინა თვესთან შედარებით 20,2%-ით, ხოლო წლიურად 5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. დეკემბერში ბათუმში ბინების გაყიდვები წლიურად 19%-ით გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 28%-ით გაიზარდა და 76 მილიონი დოლარი შეადგინა. 2024 წლის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში 234,292 ტრანზიტული ფრენა შესრულდა, 30%-ით მეტი ვიდრე წინა წელს. საქართველოს ცას ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად Turkish Airlines იყენებდა. საღამომშვიდობისა საქმის კურსი ბრუნდება პირდაპირ ეთერში, სტუდიაში ელენე გოგბერაშვილი მუშაობს. დავოსის ეკონომიკურ ფორუმში არ მონაწილეობით ქვეყანა ძალიან ბევრს კარგავს. ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი საქმის კურსთან ინტერვიუში ამბობს, რომ ის რომ ასეთი მაღალი დონის შეხვედრაზე საქართველო არ მიიწვიეს, გარკვეული სიგნალია როგორც კერძო სექტორისთვის, ისე განვითარების საერთაშორისო ბანკებისთვის, რომ საქართველოსთან ურთიერთობებს გადახედოთ. როცა იქ არ ხარ საერთოდ იკარგები ხედვის არეალიდან, აცხადებს ქეთი ბოჭორიშვილი და ამბობს, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც ის დავოსის ეკონომიკურ ფორუმში არ მონაწილეობს, ისაა რომ საქართველოს საინვესტიციო მიბრძოლებაზე ხმამაღლა ვეღარ საუბრობს. მე ის ძლიერი ესე რომ ვთქვათ მესიჯი რატო უნდა ჩამოხვიდეს საქართველოში, რატო არის მნიშვნელოვანი საქართველო, რატომ არის კარგი საინვესტიციო და ასე შემდეგ. მე დღეს სამწუხაროდ ამას ხმამაღლა ვეღარ ვსაუბრობ და ვერც დაჯერებულად ვერ ვსაუბრობ ხომ, იმიტომ რომ მე თვითონ არ ვიცი რა ბედი გველის და რა იქნება შემდეგი თვეების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში და საერთოდ საქართველოს რა ბედი ელიზა. თუ მე არა ვარ დარწმუნებული, აბა სხვა როგორ დავარწმუნო, ხო? ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის წელს 17 მილიონ 400,000 ლარი დაიხარჯება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მარკეტინგული აქტივობები ისეთ ბაზრებზე განხორციელდება, როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი და ასე შემდეგ. ამ ფონზე ქართული ღვინის ექსპორტის 66% კვლავ რუსეთზე მოდის. ღვინის მწარმოებელ კომპანიებში ამბობენ, რომ ახალი საექსპორტო ბაზრების უკეთ ასათვისებლად მეტი მარკეტინგული აქტივობებია საჭირო. ექსპორტიორ კომპანიებში ასევე აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წლისთვის მათთვის სტრატეგიული ბაზარი ევროპასთან ერთად აზიის ქვეყნებიც იქნება, მათ შორის სამხრეთ კორეა და იაპონია. ნუცა შუბაშვილი გაეცნო ღვინის ექსპორტიორი კომპანიების გეგმებს და შეფასებებით პირდაპირ ეთერში გვერდება. ნუცა საღამომშვიდობისა გისმენთ. ელენე, მოგესალმები. ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია. ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც წელს ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგული აქტივობების გამართვას გეგმავს და ამ მიზნით ბიუჯეტიდან 17 მილიონ 400,000 ლარი დაიხარჯება, რაც მილიონ 400,000 ლარით მეტია შარშანდელთან შედარებით. ღვინის ექსპორტიორი კომპანიების ნაწილში ამბობენ, რომ მათ წელს განსაკუთრებული აქცენტი იმ ბაზრებზე ექნებათ, სადაც ქართული ღვინო შედარებით მაღალ საფასო კატეგორიაშია, როგორც კომპანია თბილ ღვინოში აცხადებენ, მათი გეგმაა, რომ წელს ექსპორტზე 5 მილიონი ბოთლი ღვინო გაიტანონ. აქცენტს კი ევროპის ბაზრებთან ერთად აზიის ბაზარზე, მათ შორის სამხრეთ კორეაზე გააკეთებენ, სადაც როგორც ირკვევა, მაღალი საფასო კატეგორიის ქართულ ღვინოზეა მოთხოვნა. ჩვენთვის პრიორიტეტული იყო შარშანდა, წელსაც პრიორიტეტული იქნება ისეთი ქვეყნები, როგორც არის დიდი ბრიტანეთი, იმიტომ რომ საკმაოდ წარმატებული წელი ჰქონდა 2024 ბრიტანეთში, გერმანია და ასევე ჩვენ პირველი გადატვირთვა გავაკეთეთ გასული წლის ბოლოს სამხრეთ კორეაში და ეს ეგრეთ წოდებული ტოპ ღვინის იმპორტიორი ქვეყნები, რომლებიც ხასიათდებიან იმით, რომ ისინი ახდენენ ძირითადად მაღალი ხარისხის, მაღალი კლასის ღვინოების იმპორტს. აი მანდ გვინდა რომ ქართულმა ღვინომ და ამ შემთხვევაში ჩვენმა თბილღვინოს ღვინოებმა შეიძლება ღირსეული და სწრაფი ადგილის დამკვიდრება, ასე ვთქვათ, მოახდინონ და ეს იყო მიზანია ჩვენი, ასე ვთქვათ, ახალი ასორტიმენტის და ახალი გლობალური სტრატეგიის შემუშავება.
როგორც ცნობილია, გასულ წელს საქართველოდან ღვინის ექსპორტმა თითქმის 276 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 6.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება ძირითად საექსპორტო ბაზრებს, პირველ ადგილზე კვლავ რუსეთი იყო, სადაც 182 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, ტოპ 5-ში ასევე იყვნენ პოლონეთი, უკრაინა, ყაზახეთი და ჩინეთი. იმ კომპანიების ნაწილში, რომელთა ექსპორტშიც რუსეთს კვლავ დიდი წილი უჭირავს, ამბობენ, რომ ისინი დივერსიფიცირებას, მათ შორის ახალი ბაზრების მოძიების ხარჯზე ცდილობენ, მაგალითად, როგორც კომპანია ასკანელში აცხადებენ, მათ შარშან 5 ახალ საექსპორტო ბაზარზე გაიტანეს საკუთარი პროდუქცია. აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ შარშან წლის უჭრელში ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი ჯამურად შემცირებული იყო, ქართული ექსპორტიორების ნაწილში ამბობენ, რომ მათთვის ჩინეთი მაინც საინტერესო და სტრატეგიულ ბაზრად რჩება. ახალი ბაზრები, სადაც პირველად შევიდა კომპანია და თავიდან დაიწყეთ გაყიდვები. ეს არის მაგალითად კორეის ბაზარი, ეს არის მაგალითად დუბაის ბაზარი, ეს არის მალტა, ეს არის აზერბაიჯანი. აგერ კანადა პრაქტიკულად გავხსენით, შეკვეთა გვაქვს მიღებული, ჯერ არ გადატვირთულა, თუმცა შეკვეთა დამზადებულია. ანუ 5 ახალი ბაზარია, სადაც შევედით. ანალოგიურად არ ვაკლებთ ძალისხმევას, რომ დავზადოთ გაყიდვები სხვა სტრატეგიულ ბაზრებზე, როგორც არის მაგალითად ჩინეთში დავემატეთ შარშან რამოდენიმე ახალი დისტრიბიუტორი, დიდ ბრიტანეთში დავემატეთ დისტრიბიუტორი და დიდ ბრიტანეთში სხვა შორის ზრდად შევძელით, აგერ ციფრები მაქვს მონიშნული 79%. დაგვემატა საკმაოდ საინტერესო ქვეყნები, როგორც არის იაპონია, კორეა, გერმანია, ევროპული მიმართულებები, მათ შორის საფრანგეთი, ესე ვთქვათ, ამ კუთხით ბევრს მუშაობთ, რომ განვითარდეთ. საკმაოდ საინტერესო დინამიკა არის მიუხედავად ბევრი გამოწვევისა ჩინეთის ბაზარზე ჩვენთვის. ამიტომ ჩვენ ესე ვთქვათ 2025-ში მაინც ძირითადი აქცენტი გვექნება გაკეთებული აზიის ბაზარზე და ევროპის ბაზარზე და ვფიქრობთ, რომ აქტიურობებს დავიწყებთ ამერიკის მიმართულებითაც, უბრალოდ ეს ცოტა ხანგრძლივი პროცესია, მეტი დრო ჭირდება, მეტი მოთმინება ჭირდება და უბრალოდ ბევრი მუშაობა. კომპანიების ნაწილში ამბობენ იმასაც, რომ მიუხედავად ღვინის დარგის მზარდი მარკეტინგული ხარჯებისა, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები სტრატეგიულ ბაზრებზე მარკეტინგისთვის და ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის საკმარისი არაა. შესაბამისად, ქართული ღვინის ნომერ 1 საექსპორტო ბაზრად კვლავ არასაიმედო სავაჭრო პარტნიორი რჩება. ის არაჯანსაღი დამოკიდებულება, რომ ქვეყანას და დარგს აქვს ერთ ქვეყანაში 70%-ის გაყიდვების, მით უმეტეს ასე ვთქვათ, პოლიტიკური რისკებია, ეკონომიკური რისკებია. გამომდინარე, თავად ციფრები გვეუბნება, რომ აქტივობები ბევრად მეტი არის საჭირო, შესაბამისად თანხებიც ბევრად მეტია საჭირო. უნდა ავიღოთ ჩვენ ტოპ 10, მაქსიმუმ ტოპ 20 ყველაზე ასე ვთქვათ, ყველაზე მეტი თანხაში ღვინის შემსყიდველი ქვეყანა და შესაბამისად იმ ქვეყნებზე უნდა მოხდეს ბევრად მეტი აქტივობების და როგორც სხვა ასე ვთქვათ, ფინანსური თუ ადამიანური ასე ვთქვათ, რესურსების დახარჯვა იმისთვის, რომ ჩვენ დავიმკვიდროთ ადგილი იქ, სადაც ეკონომიკური და პოლიტიკური რისკები არ არის, მყიდველობითი უნარი არის მაღალი, ცნობადობაა დაბალი და ამიტომ ცნობადობა არის, ასე ვთქვათ, გასაძლიერებელი. გასულ წელს ღვინის და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან ჯამურად საქართველომ 565 მილიონი დოლარის შემოსავლები მიიღო, რაც წლიურად 24%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ღვინის მსგავსად ჩარჩან ქართულ სპირტიანი სასმელებისთვის მთავარი ბაზარი რუსეთი იყო, სადაც თითქმის 155 მილიონი დოლარის პროდუქცია გაიყიდა. მადლობა ნუცა, ჩემი კოლეგა ნუცა შუბაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. დეკემბერში JobsG-ზე ვაკანსიების რაოდენობა შემცირდა. PMCG-ის მონაცემებით გასულ თვეში JobsG-ზე 4964 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2024 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით 20.2%-ით, ხოლო 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5%-ით ნაკლებია. ამასთან ოქტომბრიდან 2024 წლის დეკემბრის ჩათვლით გამოქვეყნდა 19.11 ვაკანსია, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.5%-ით შემცირდა. მაჩვენებელია. დასაქმების ტრეკერის ავტორები აღნიშნავენ, რომ ვაკანსიების საერთო რაოდენობის კლებაში ყველაზე დიდი გავლენა ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიას ჰქონდა.
არის სექტორები, რომლებზეც არსებულმა მოვლენებმა უკვე ჰპოვა ასახვა მათ ყოველდღიურობასა და შემოსავლებზე. ამის შესახებ სმედას აღმასრულებელმა დირექტორმა გიგა ფაიქიძემ BMG-სთან განაცხადა, მისი შეფასებით თუ ვითარება არ შეიცვლება, გავლენა ამ სექტორებზე უფრო მძიმე იქნება. სმედას დამფუძნებელი იმედოვნებს, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა არ მივა იმ მძიმე შედეგებამდე, რომლის შემოbrunება ძალიან რთული იქნება. არის სექტორები, სადაც არსებულმა მიმდინარე მოვლენებმა უკვე პოვა ასახვა მათ ყოველდღიურობაზე, მათ შემოსავლებზე, მომგებიანობაზე და ასე შემდეგ და არის სექტორები, სადაც თუ ესე გაგრძელდა ეს ყველაფერი და არ იქნა გარკვეული ცვლილებები, სამომავლოდ ვიხილავთ ალბათ უფრო მძიმე შედეგებს, რა თქმა უნდა, ბიზნესი წუხს ამაზე, რა თქმა უნდა, მათ აქვთ მოლოდინები, ცუდი რიგ შემთხვევებში და უმეტეს შემთხვევაში ეს არის ძირითადი, რაც ჯერჯერობით შეინიშნება ამ ბაზარზე მოლოდინების დონეზე. სამწუხაროდ, უბრალოდ საბედნიერო ჯერჯერობით ეს არ ასახულა ყველა სექტორზე და იმედია, რომ არ მივალთ იმ მძიმე შედეგებამდე, რომელიც შეიძლება შემდგომ ძალიან რთული იყოს, რომ შემოვაბრუნოთ უკან. საქმის კურსი ამით დასრულებულია. დღის ყველა მთავარ სიახლეს ბიზნესსა და ეკონომიკაში 19 საათზე ანალაპეაშვილი შეაჯამებს. მე ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.